მეგობრებო, 3 საათი დაიწყო, ხო? თუ არა ჯერ. 2 შესულდა. 5 წუთი დარჩა. ხო, მადყოფინები, რომ 2 საკლია 5 წუთი. ამ დრომდე არანაირი აგრესიული მოქმედებები კვლავ არ შეინიშნება, მაგრამ შესაძლებელია ის მომენტი, რომ ბოროტი ძალა თავს არ ავლენდეს. იმიტომ მშვიდობა, არაფერი არ ხდება და ჩვენ თავიდან მოცილების მიზნით რათა არ დავიწყოთ მასთან ბრძოლა, დიდი ალბათობა ასეც იყოს. თუმცა, რო გამოვრიცხოთ ეს მომენტიც, ამისათვის წმინდანვითაც ვალაგებთ იმ ადგილებში, სადაც დროები იყო გამოსახული და ველოდებით. შემდეგ მოქმედებებს თუ გამოვლინდა აგრესია, udავთ უგაცოდინებას დავაკეთოთ და ამის დავამტკიცებთ კიდევ იმას, რომ ბოლომდე ვერ აიტანა წმინდანვითების განლაგება და udავ ფაქტი იმის შესახებ, რომ ბოროტი ძალა გადასტურებს პროცესს მომენტს. დავიდეთ. ამჯერად საძინებელში, სადაც ჯვრები არის გამოსახული 1, საძინებელი 2, აქაც ჯვრებია გამოსახული, დერეფანშიც, აქაც ჯვრებია გამოსახული კედლებზე, განათავსეთ ხატები. ასევე ამ ოთახშიც ეხლა როგორც ხედავთ, ხატებია განლაგებული 1, 2 განამხარეს და ჩვენ დაველოდებით იმას, რომ თუ მოხდა რაიმე მოძრაობა, ან შეიცვალა ადგილი, ან გადაადგილდა, თავისთავად უკვე გვეცოდინება ყველაფერი ჯვარის ნაკურთხია, ხატების, ასე რომ ორი ჯვარი ხმოთ.
დაფიქსირე. დაფიქსირე. ერთი ჩვენ ახლა ჩავდივართ ქვემოთ და ამ ხატებსაც განვალაგებთ და სართულზე. როგორც ხედავთ, ყველაფერი განლაგებულია, ნაკურთხია და ბოროტმა ძალამ ამაზე დაუყოვნებლივ უნდა მოქცეს რეაგირება. მას მერე რაც შუბს ყველგან ჩავაქროვთ და ბრუნდებით პირველ სართულზე, სადაც განლაგდება ასევე მონიტორი. ახაც პირველ სართულზე განსახილია ჯგუფი. სახში გვაქვს ხატების კუთხე. უკვე ვიცი. მაგრამ ეს ხატების კუთხე აქამდეც იყო, მაგრამ ხდებოდა მაინც ბოროტი აგრესიული ქმედებები, ხო? ხო ესეა. კი ბატონო, მაგრამ პარანორმალი დამატებით დედ ჩვენს ხატებს, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ ძალიან ბევრჯერ გამოყენებია და მათ აქვს განსაკუთრებული ძალა. მათ შორის ორი სასწავლო მოქმედი ხატია. დავალოდებით შედეგებს და მოცუდინება უკვე გავაფიქსიროთ. ეს ორი ოთახი. აი ამ ოთახში ხარ გაჩვენებ. აი აქ საზინებელ ადგილზე მოხდა პარანორმალური ბოროტი მოქმედება, ანუ გვიან ღამით სუნთქვის მომენტი დაფიქსირდა, ხო? კი. ხო არ მეშლება რამე? აი, თავზე დგომის და სუნთქვის მომენტი იყო სწორედ აქ დაფიქსირებული. თუმცა ამ დრომდე მსგავსი არაფერი საერთოდ არ ფიქსირდება, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერი და ვებებით და აუწყოთ. აქაც განთავსებულია წმინდა ნივთები, ნაკურთხი ჯვარი და ხატი. იმ ოთახში კი აქეთ უკვე მოძრაობის დეტექტორები ვიდებს და ჩართულ მდგომარეობაშია. კი ბატონო, დეტექტორი ჩართულ მდგომარეობაში და აბსოლუტური სიწყნარება. ეხლა ის გადაგვჩენია ამ მოქმედების მერე ალბათ 2 საათი შესრულდა და 3 უკვე დაიწყო და დავალოდოთ რა მოყვება წმინდა ნივთების განლაგება სახში. ხოლო მე გეუბნებით რომ თუ კი სახში ბოროტი ძალა ამ დროისთვის არსებობს, მაგრამ ის არავლენს თავს და არის ესეთი მომენტებიც გამორიცხავს ეს მეთოდი. ეხლა ჩვენ რაც გავაკეთეთ იმას რომ თუ კი ბოროტი ძალა აუცილებლად უნდა გამოავლინოს თავი. ეს არის უკვე საბოლოო დასკვნითი ქმედება იმის შესახებ რომ გამოვლინდეს ბოროტი ძალა. თუ აქაც რეაქცია 0 და აბსოლუტურად არაფერი, ეს უდავოდ ადასტურებს უკვე იმას რომ სახში ბოროტი ძალა უბრალოდ არ გვაქვს. კარგით, გავთიშოთ კამერა და რა თქმა უნდა ჩავერთვით უკვე. მეგობრებო, ამ დრომდე აბსოლუტური მშვიდობაა ყველგან სახლის ყველა ტერიტორიაზე და როგორც თქვით, ჩვენ არ ველოდებით უკვე არაფრის გამოჟღავნებას, იმიტომ რომ აქ ამდენი ხნის განმავლობაში და მიუხედავად ჩვენი ქმედების მერე, რა თქმა უნდა, 100% უნდა გამოვლინილიყო ბოროტი ძალა. ეს არ მოხდა. და ამიტომ გადავდივართ ახლა უკვე სახლის კურთხევაზე, ზეთის ხებაზე, რათა სამომავლოდ
გარანტირებულად დავიცვათ ეს ოჯახი, ვინც არ უნდა იცხოვროს ამ ოჯახში. მომავალში იქნება აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად, ვინაიდან არ მოხდეს განმეორებით რაიმე ძალების შემოსვლა, ვინაიდან ერთხელ უკვე გადმოცემის თანახმად ვიცით. და კედლებზე გამოსახული ჯვრები უდავო ფაქტია იმის, რომ აქ მოხდა სერიოზული დაპირისპირება ბოროტსა და კეთილძალებს შორის. საბოლოო ჯამში კი ვხედავთ შედეგები ერთი დასრულდა და მაგას აწუხებთ თავისთვის მე. Წინააღმდეგ შეგვიწყალი ჩვენ. მოსულიყო საფრთხის სახელით განმეორების სკოლი ბოროტი. მეტადასული საქმეები მამ. როგორც სიმშვიდე მადლი და ძალიჩინით. კიდევ შეიძლება უყალო მართლები შეიძლება. შეგვიწყალენ ჩვენ ცოდნი, როგორც ძალები დოლუციის სახელით განიცდია, უფრო როგორც სახელი და შემიძლია სახლი და მშვიდობა აქაურობას მიცემს მომავალში დავიცვით ვორტესა და ხოლმე ჩვენი სახელით. ამინ. Palabra draudzības apšķirtvalēn ჩვენ sadarbību, როგორც უფრო ვაკეთოთ სახლის შემოსახელით, რომელიც დაწყვეტილებას იგი ბოროტის ენა მითხრობს. ამინ. Მინდა შეგვიწყალენ ჩვენ როგორც უფრო ვაკეთოთ სახლის დაწყვეტილებას, მომავალში სახლის ყველამ ცხოვრები, ამიტომ ხოლმე შევავიცე მოგებოთობა და დასახმარებლად და მოსულობა ვაკეთოთ სახლის შემოსახელით. ვიდეო მამასაც ესეც სუსახალად სწორდება. შეგვიწყალენ ჩვენ როგორც უფლება და მოცინძალა თავად სახლის შემოსახელით რომელიც განიდემოს ყოველი ბოროტი უფლის სახელით. ამინ. მეგობრებო, ეს არის იგივე წმინდა ზეთი მირონი, რაც სასწაულებრივად გამოისახა უფლის ძალებით ამ სახლში. ჩვენ პერიოდულად რა თქმა უნდა გაჩვენებთ კიდეც აქ ყველაფერს, გადაიდე ესაც, გადაიდე ისაც. ერთი, ზემოთ მეორე,
ორი კიდე იყო აქ იყო მესამე. თავად უფალმა აკურთხა სახლი და თავად უფალმა განდევნა აქედან ბოროტის სული. თუმცა ამ ყველაფერს დეტალურად უკვე ბოლოს აგიხსნით, მაგრამ ჩვენს უფლის სახელით მხოლოდ და მხოლოდ ვაკეთებთ იმას, რასაც ახლა ხედავთ, ზეთისხება ეს. კონკრეტულად კი მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მილონით ხდება სახლის კურთხევა. წმინდა მართლა ძლიერ შემიწყალენ ჩვენ. როცა უფლება ვაკურთხოთ სახლის შემოსახელით, რამე თუ განიდევნოს ყოველი ბოროტი. დიდება მაღლა შინაგმერცსა და კაცთა შორის სათნოება. დიდება უფლება ჩვენ დიდება შემიწყალენ. ეს გადავიდეთ. Volok mrtvo dzevogtisao შეგვიწყალენ ჩვენ. Volok mrtvo dzevogtisao შეგვიწყალენ ჩვენ როგორც უფლება, ვაკურთხოთ სახლის შემოსახელით რამე თუ თავად თქვი, რომ განიდევნება ყოველი ბოროტი მხოლოდ უფლის სახელით. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და მარადის დაუყოვნით მესამე. ამინ. ამინ. Volok mrtvo dzevogtisao აცხობარი ჩვენ მართლა დასახმარებლად რამე თუ განიდევნოს ამ საქმედან ყოველი ბოროტი და მოქცევა უფლება ვაკურთხოთ სახლის შემოსახელით რამე თუ მხოლოდ და მხოლოდ შენ ის ჯერა და წამს და ეკურთხოს სახლი და განიდევნოს ყოველი ბოროტი რათა ვერას დროს ვერ შემოაღწიოს აქ უცნობ მასოვა დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და მარადის დაუყოვნით მესამე. მოგმართალთა სახმარებლად გაჭირების შანსი. მოქცევა უფლება ვაკურთხოთ სახლის შემოსახელით და დავიცვათ ყოველი ბოროტისაგან. განდევნე უფალო ყოველი უწმინდური სული ამ სახლისაგან. განდევნე და დაიცავა ყოველი მოსახლე, ყოველი წევრი ოჯახის. მიეცი მათ ღერძელობა და მშვიდობა რამე თუ ბოლოდ ჩვენ ხარ ვისაც შეუძლია ამის მოცემა. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა და მარადის დაუყოვნით მესამე. ამინ. მაგრამ ჯვრები აი კედელზე ჩვენებთ მეგობრებო სად არის ზუსტად არის აქ აქ ალბათ ხედავთ ასევე არის აქ კიდე აქაც ასევე არის აქ ასევე არის აქ ჩანს გამორ კი კარგად ჩანს ასევე არის კიდე მაღლა არის კიდე სადღაც იყო კიდე აქ ასევე არის ბოლოს ზუსტად შემოწყალენ ჩვენ სოდური რომელიც ძალები რათა ვაკურთხოთ სახლი განიდევნოს ყოველი ბოროტი რამე თუ ვერასდროს ვერ შემოაღწიოთ სახლის ტერიტორიაზე დაიცავი მოსახლე ყველა ოჯახის წევრი რომელიც აქ ცხოვრობს რამე თუ არასდროს არ შეეწოხოს ბოროტმა და წამდეთა ჯეროდეთ უფლით რამე თუ მხოლოდ შენ ხარ ხსნა და მხოლოდ შენ ხარ ჭეშმარიტ ღმერთი ჩემი ისიც მჯერადო წამს და მოგმართავ დასახმარებლად რამე თუ აკურთხო სახლი იგივე მომცე უფლება ბრძოლა შემოსახელით ყოველ ბოროტის წინაშე ამინ
მეგობრებო, ესე იგი, რა გავარკვიეთ ახლა გეტყვი. კურთხევის მერე, ზეთისხების მერე ჩვენ ვიყავით და ვამწვევდით სიტუაციას. სიტუაციამ დაგვიფიქსირა ის, რომ სახში გამოჩნდა ისე მოძრაობის. ბოროტს სულს ადგილი არა, ანუ ბოროტი დაიწყო, ბოროტი არ არის. მაგრამ ეს მოძრაობს პერიოდულად ჩდება და საქმე იქამდე მივიდა, რომ პირდაპირ გაგებით ამ სულს დავდებთ. ხო მართალია რასაც ვამბობ. თანაც ზემოთავალთ ერთი კუთხიდან დაფიქსირდება, გადაინაცვლოს მეორე კუთხეში. იქაც დავაფიქსირებთ. ანუ მივყვები. ამ ოთახში არ გამომდის. რატომღაც აქ არის მისი მოძრაობები არის. მხოლოდ მეორე სართულზე, სადაც ჯვრებია გამოსახული. მარტო იმ ოთახებში მოძრაობს. მიახციეთ ამას ყველაფერს. კი. აქეთ არ შემოდის, არც იქ სამზარეულოში. სადაც არის ჯვრები გამოსახული, სწორედ იმ ადგილებშია. ზემოთ ქვემოთ, სხვაგან ცოცხალი თავით არ გადის. ხო. მოძრაობს მა. ამ შემთხვევაში სხვაგან არა, რა დამფიქსირები. საერთოდ. ხო, მოხსნით. აი, ხო გაიჩით. შედა, დაფიქსირე, ხო შენც. გამოჩნდა გადაში? ხო, იმიტომ რომ თვითონ ის სწრაფად მოძრაობს. თუ არ გაკეთე, ხო? ჩქარა. აქ დაფიქსირე სამბოლოში. Году сами выпуски. Молчит, я говорю, да, целый. Самое что все. О, ай, что? Он так шесть свое. Без первого решения давай, ладно. Он сам так промучена. Сам заработал. Вам уже без программы варя. Все, так. ეხა მინდა რომ უბრალოდ ნახოს რა მოგოღმა რომ ეს სული მუდმივად მოძრაობს გარეთ ნამდვილად არ გადის გარეთ ტერიტორიაზე საერთოდ არ მოძრაობს ანუ სახლის გარეთ არ გადის და ესე მოძრაობს კუთხევას გავუძო ზეთისხებას გავუძო ძალიან საჭირო მომენტია ის რომ აი სად არის ხედავ სულმან აი წავიდა აქედან წავიდა ამ დროს არ გვაძლევს ეს მეგობრზე ხო ამოჩენდა მაგრამ ძირითადად თუ დააკვირდები რომ აი ხატთან არის ყველაზე აქტიური ზონა დაბლაც და მაღლაც არის ხატებთან აი ხო წავიდა ახლა აი ხაწერა დაფიქსირე, ეგ დააფიქსირე, აქ რო დაფიქსირე და თუ გახსოვს უყურე ხოლმე კამერას. უყურე მაგრამ ესე ანუ მეგობრო წერა დაფიქსირე და იქ ანუ დავაგდე დეტექტორი რომ დროულად სურათის გადაღებას ვერ ვახერხებთ. მაინც ანუ ეხლა გამოდის ისე მე რა მინდა იცით რას ვაკეთებ რომ შემთხვევის ადგილზე რომ ფიქსირდება იქვე მინდა სურათის გადაღება მაგრამ ძალიან რთულია იმდენად სწრაფად მოძრაობს რომ დაფიქსირებიდან ეგრევე იცვლის ადგილს და გადადის სხვა ტერიტორიაზე ისე რომ ვერ ვასწრებ ხო მე დაიწყე შევხედე საფუძვლიანად სურათი რო გადავიღო დაფიქსირე და სანამ დეტექტორს ვაგდებ ესე იგი, წელს წარმოიდგინე, იქ ხო დაფიქსირდა. იქ მივედი, იქიდან აქეთ გადმოინაცვლა. მე
დიდია მეტი. ანუ სულ რაღაც 3 მეტრი იმოძრავ ასე, ხო? არა, აქეთ არ არის, სადაც სხვაგან გადავიდა. ისევ იქნება. სხვაგან არ დაიმოძრავ. აი სულის მოძრაობა ეს არის მეგობრებო, ასე არის ზუსტად ეფექტურს ვუღებ. აი ეს უნდა შვებოდეს, როცა სული მოძრაობს. საერთოდ გადავიდა აქედან. გაიგდა, აღარ არის. ერთ ადგილზე იყავი, სანდრო, ნუ დამდეო. დადექ ისეთ ადგილს, რომ კამერა აფიქსირებდეს მთლიანად ავტოს. იდექი და ატრიალო უბრალოდ კამერა. მე დამდეო, უფრო კარგად დააფიქსირებს. აქ აბარ არის, სადაც აქეთ არის. აი ეს დადი ხომდა, კონტაქტზე არ გამოდის სოციალური დავიჯექით. დავაბარაკეთ პრობლემა არა. ანლაინ კონტაქტზე არ გამოდის. საით. ფილად. სახში. ალბათ მეორე სართულზე ავიდა ისე. კონკრეტ ხო. ზემოთ. ზემოთ, გამოდა. არ არის აქ. აქ არ არის. აბა. არ არის. ვახეთ. არის. ევროსკოლა ფაქტები თავის ადგილზე დალაგებული და არანაირი აგრესიული ფონი არ ეწყობა ყველაფერი აბსოლუტურად. ნუ იმაზე ლაპარაკი რომ აქ სახში რაღაცა ბოროტი დადის. ამაზე არც კი და საუბარი იმიტომ რომ ამოსული მოვია. ბოროტი არ მინდა რა, მაგრამ ის რომ ეს სული რომ რაღაც კუთხედზე ზესხელის მერე სახლი არ დატოვა. აი გარი თენდება უკვე რომელი 6 საათი მაგ შესრულდება. ეს სული განაგრძობს სახში ყოფნა. არა, მეორე სართულზე. არა. ნაბიჯების მომისმაო, ის და მოვიდეს მაგ. არ რომ სული არის, მეორე სართულზე. პირველ სართულზე. ეს ამ დროისთვის არის პირველ სართულზე. სანდრო. ნახავთ. ეს არის პირველ სართულზე. აი ხა ყურადღება მიაქციეთ იმასაც რომ ეს პორტალი არ არის მეგობრებო, ნახეთ სხვადასხვა ადგილზე მუდმივად ისვლის ადგილს. პორტალის შემთხვევაში შეუძლებელია რომ ისე გადაადგილდებოდეს. გამოსხება პორტალი ფიქსირდება მხოლოდ ერთ ადგილზე, არის გასწ. ეს კი არის სულის მოძრაობა, რომელიც აი რა არის საოცარი ამბავი საერთოდ და მეორე სართულზე არ დაფიქსირდა. და პირველ სართულზე ჩამოვედით მაგითო და ჯერჯერობით არც პირველზე ფიქსირდება. Öyle mi?
არ გადის სოცხალე თავი სახში ტრიო. საჩიელება იყო სანდრა. ხატთან გონია მე ისე ზამაში. აი, მაგეთ. აქ იყო. ანუ არვაზე გავდებს რა არვაზე საშუალებასო ზემე წაგიმავოს ცერა მანდიბო აი აქ იყო და დაფიქსირდეს რომ ნახოთ გაქრა თუ თენდება ახლა და აი ახ არის მოგითხათ აი ჩანს ხო კარგად აი უყურეთ რამდენი ხნის განმავლობაში გაჩერდა ახლა შეხედეთ აი აქ არის ვინ ხარ შენ თუ ლაპარაკი გინდა გვანიშნე ვიცით რომ აქ ხარ არ გამოდის კონტაქტზე. მეგობრებო, ხედავთ რომ ადრეთ იმ საშუალებას რომ აპარატის მეშვეობით გვანიშნოს უბრალოდ ელემენტარულად თუნდაც ეს რომ კონტაქტზე სურს გამოვიდეს. მაგრამ არა. ესე იგი ფაქტია, უკვე მე რამდენჯერ გავუწევთ იმაში რომ მეორე და პირველ სართულს და ამ ოთახს, კონკრეტულად ეს სადაც ვარ, ამ ოთახში მოძრაობს და ადის მეორე სართულს სხვა განსად არ მიდის. ესეთი რამ პრაქტიკაში ნამდვილად არ გქონია რომ სული მუდმივად მოძრაობდეს მხოლოდ ორ ტერიტორიაზე იშვიათ შემთხვევაში გადის მარტო აი ზავთების განმავლობაში ამის დავდივარ სამწარეულოში მხოლოდ ერთხელ დანარჩენი სულ აქ და მეორე სართულზე რა შეიძლება რომ იმნიშნავდეს კარგი მოდი ესე გავაკეთე ეხლა გასაგებია, რამდენიმე ვიდიოთ, მოდი ესე რომ ვთქვათ, ის ყოველთვის მოძრაობს. მეგობრებო, ეხლა უკვე რის რაღაც უთებია, რომელია, მაინც უბრალოდ 7 პრინციპში, ვთქვათ. გათენდა ამ დროისთვის აბსოლუტურად არაფერი არ არის, გარდა იმ მოძრავის სულისა, რომელიც სახში მოძრაობს და გადაადგილდება 1 საათის განმავლობაში ამ სულს. ჩვენ მივყევთ კვალდაკვალ ის არც სulis თავის მოძრაობებს ზუსტად იგივე ადგილებში აღსანიშნავი ის არის რომ წმინდა ხატებთან ციფრის ყველა ხატი რომელიც სახში განლაგდა ის ხშირ შემთხვევაში სწორედ ხატის წინ ხდებოდა ხატიდან ხატამდე გადაინაცვლა მიუხედავად იმისა რომ კონტაქტზე გამოსვლაც ჩადეთ ის რომ თუ კი რამეს ამბობდა აქ არაფერი აბსოლუტურად არ დაფიქსირდა. სახში ბოროტი ძალა 100% გამორიცხულია, დემონის საერთოდ გამორიცხულია, ანუ ბოროტ კენდებას და ბოროტ აგრესიულ კენდებს საერთოდ ადგილი არც ხომია, მოდი ესე ვთქვათ. სახში ჩავატარეთ წყალკურთხევა, ზეთისხება და ასევე ლოცვები წავიკითხეთ. ამ კურთხევის დროს არაფერი აგრესიული კენდები გამოსარამოყოლია. შემდეგ ჩამოვიდეთ დავჯექით კურთხევის მერე გამოჩნდა ისე მოძრავის სახლში რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ უშავებს ნამდვილად არაფერს ეს მოძრავი სული ამაზე საუბარი ისევ ხატებთან გადაინაცვლოს ერთი ხატიდან მეორე ხატთან მეორე ხატიდან მესამე ხატთან და ასე შემდეგ გადავიღეთ ფოტოსურათები და ნახოთ რა დაფიქსირდება კომპიუტერში გადავიდეთ ამ ყველაფერს ასევე არ ვიცით ამ ჩანაწერებში კამერამ თუ დააფიქსირა რაიმე ხმა ისეთი რაც ყურით არ გაგვიგია და ასე ვთქვათ არ ვინახია თვალით ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დავამშავთ და ყველაფერი გვეცოდინება. ეხლა კი უნდა დაგიმშვიდობოთ მეგობრებო, დრო არის, ჩვენც ვალაგებთ უკვე და ვიშლებთ და მივდივართ. ანუ მადლობა ღონს იმისთვის, რომ ამ სახში აგრესიული არაფერი არ არის. არ დავავდეთ ეს ის სახში მთლიან ტერიტორიაზე, ანუ პირველ და მეორე სართულზე არის გამოსახული ჯვრები, როგორც ყოველთვის ეს არ ხდება ხოლმე ჩვეულებრივ სიტუაციაში. უდავ ფაქტია ის, რომ ბოროტი ძალა, რომელიც ამ სახში ჩანდა,
ჩვენ მოსვლამდე ორი კვირა არის გასული, ანუ დაუყოვნებლივ არ მოხდა პარანორმალის შემთხვევაში ადგილზე გამოსვლა. ორი კვირის მერე მოვახერხეთ მოსვლა და დაგვდა უკვე კედლებზე გამოსახული ჯვრები. და რაც აღსანიშნავია, ბოროტის ძალა გამქრალი იყო უკვე. ეს კი რა თქმა უნდა მაძლევს იმის საფუძველს, რომ თქვა, რომ უფალმა თავად მოავლინა ანგელოზი ოჯახში, რომელსაც ბოროტის ძალა განდევნა. და ის ძალა, რომელმაც კურთხებას გაუძლო, არანაირ აგრესიას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავდევდით, არ ვცვლია ადამიანს, რა თქმა უნდა, ყველაფერზე გაღიზიანდებოდა შესაბამის რეაქციაში შემოვიდოდა აუცილებლად, გვარძნობინებდა რაღაცას მაინც, ამ ძალამ აბსოლუტურად არაფერი არ გამოხატა, არანაირი რეაქცია არ ქონია. ფიქრობთ, რომ სწორედ ის ძალა არის, რამაც ეს ბოროტის ძალა ამ სახლიდან დადოდა. ჯვრები ისევ გამოსახული არის სახში და მოძრავი სული რჩება ამ დროისთვის აქ. უფალმა გვაპატიოს თუ კი ეს ანგელოზია, იმიტომ რომ ჩვენი აპარატურა მარტო ბოროტ ძალას არ აფიქსირებს და ასევე აფიქსირებს ანგელოზის გამოჩენასაც მეგობრებო, არ არის ეს აპარატურა მარტო გათვლილი ბოროტ ძალას. პარანორმალურზე აბსოლუტურად ყველაფერია. დროებით მეგობრებო, და ვნახოთ რა იქნება შემდეგი პარანორმალის კვლევა, რომელიც ასევე ოჯახში უნდა ჩატარდეს და ამ ყველაფერს ვებოდებით რომ შემოგვიყვანოთ. დროებით ჩავარდით.